საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებს და ზვიად სიჭინავას გადადგომას მოითხოვს. ფეხბურთის ფედერაციასთან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ჯემალ ფარცახაშვილი. ჯემალ, რის საფუძველზე ითხოვს კახა დევდარიანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას? დიახ, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი ზვიად სიჭინავას ზეწოლაში ადანაშაულებს გავრცელდა საგანგებო მიმართვაც, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს ქართულ ფეხბურთში არსებული მძიმე მდგომარეობა ნაციონალური მოძრაობისა და სწორედ ზვიად სიჭინავას ერთობლივი მუშაობის შედეგია. მიმართვას ფუტსალის ასოციაციის გამგეობის რამდენიმე წევრი აწერს ხელს. აქ ასევე ნათქვამია, რომ ზვიად სიჭინავამ პირად საუბარში კახა დევდარიანს მოუწოდა, რომ მას დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა. აქ ასევე საუბარია პირად შეურაცხყოფაზე, როდესაც სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა დევდარიანი ლეონიდ ილიაძე ბრეჟნევს შეადარა და ფუტსალში მომუშავე პირებს უწოდინრები უწოდა. კიდევ რამდენიმე საკმაოდ საინტერესო საკითხია, თუმცა ეხლა ამაზე დეტალურად საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. კახა დევდარიანი მოითხოვს, რომ ზვიად სიჭინავამ ბოდიში მოიხადოს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს და ფეხბურთის ფედერაციაში რიგგარეშე საარჩევნო საანგარიშო ყრილობა დაინიშნოს. იქნა დარღვეული კანონი, ანუ ჩვენი უფლებები, როგორც ადამიანების და იმ ხალხის, ვისაც მადლობა ეკუთვნოდა უფრო ვიდრე ბრეჟნევის შედარება და კოსიგინს, ეს შეურაცხყოფა მენაპატიები არ მაქვს. როდესაც სიჭინავა ამბობს, რომ ის არჩეულია, მე ვამბობ, რომ ის არჩეული არ არის, ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომ ესეთი შემთხვევითი ხალხი ამ სამყაროში აღარ მოხვდეს. ის კოსმონავტივით მოხვდა ამ სამყაროში და არ იცის რომელ პლანეტაზეა და ასეთ ხალხს გაფრთხილება უნდა ჩვენნაირ ხალხს. მოვითხოთ ამას, რომ მორალურად ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ბოდიში ამას აღარ უშველის, იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის საქმეა დაღუპული და არც ჩანს და ეს 2 წელი იქნება დამანგრეველი აბსოლუტურად. მათ კოაბიტაცია და 2 წელი ფეხბურთს დაელოდო, ერთი თაობა კიდე წავა. რაც შეეხება ზვიად სიჭინავას, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ჩვენთან საუბარში ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა განაცხადა, რომ პარასკევს გაიმართება საგანგებო ბრიფინგი, ზვიად სიჭინავა ჟურნალისტებს შეხვდება და აბსოლუტურად ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. დაგროვდა გარკვეული კითხვები, რომელიც აინტერესებს საფეხბურთო სამყაროს, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არა დღეს და არა კონკრეტულად რომელიმე ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, არამედ მთლიანად დაგროვილ კითხვების გაეცემა პასუხი პარასკევს. სამინისტროს პრეროგატივა არ არის კომენტარი გავაკეთოთ კონკრეტულად სუბიექტების, ასე ვთქვათ, განცხადებებზე. ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი და საზოგადოებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა სურს და რა უნდა გააკეთოს მომავალში, ამიტომ ადრესატი პასუხის გამცემი ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაცია უნდა იყოს. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ზეწოლაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ მან დაკავებული თანამდებობა დატოვოს და ფეხბურთის ფედერაციაში რიგგარეშე საარჩევნო საანგარიშო ყრილობა დაინიშნოს. მადლობთ, ჯემალ ფარცახაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.